მოგესალმებით ყველას, ეს რუბიტარო არხია, მე რუბი ვარ. დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება რა გელოდებათ უახლოეს პერიოდში ჩაფიქრებულ მამაკაცთან. დღეს ვშლით სამ პოზიციაზე, როგორც ყოველთვის ირჩევთ პოზიციას ინტუიციურად ან საყვარელი ციფრის მიხედვით. უკვე ჩაწერილ ვიდეოს რაც შეეხება შეგიძლიათ უყუროთ. ვიდეო იწყებს რეზონირებას მაშინ, როდესაც რთავთ და უსმენთ და კავშირში არ არის ის საიტზე, როდის არის განთავსებული. ვისაც გსურთ ჩემთან პირადი კონსულტაცია, მომწერეთ მესენჯერში. Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის ხოლმე ვიდეოს აღწერაში და ასევე კომენტარების ველში და ასევე შეგიძლიათ დამიკავშირდეთ იმ შემთხვევაში თუ გაინტერესებთ დეტალები ენერგეტიკულ წმენდასთან დაკავშირებით. ახლა კი ვინც არჩიეთ პირველი პოზიცია, კიდევ ერთხელ მოგესალმებით და ვიგებთ პირველებო ასეთ რამეს. რა გელოდებათ უახლოეს პერიოდში თქვენ ჩაფიქრებულ მამაკაცთან. სხვათა შორის აქ ძალიან კარგი არკანით ვიწყებთ პასუხს, რადგან აქ თუ გაქვთ დაძაბულობა, შერიგება არის, თუ გაურკვევლობაში ხართ, სიტუაცია დადებითად შეიცვლება, თუ შორს ხართ, აუცილებლად შეხვედრა მოხდება თქვენ შორის, აი რაღაც სიტუაციის გამოსწორება, გაუმჯობესება, სიხარულის შემოტანა და ეს არის კარტი, რომელიც აღნიშნავს პირდაპირ მნიშვნელობით შეხვედრას, პაემანს, საჩუქარს, გამხელილ გრძნობას და ძალიან ისეთ სასიხარულო მომენტებს, ხო? ანუ აქ გელოდებათ ამ პიროვნებასთან აი იმ სიხარულის მიღება, რაც ახლა ყველაზე მეტად გაგაბედნიერებდათ. შეიძლება ზოგიერთ თქვენთაგანი შემთხვევაში იყოს ის, რომ ელოდებით მის ძარს და გამოჩნდება, ზოგიერთ თქვენთაგანი შემთხვევაში იყოს, რომ როგორც იქნა შეხვდებით ერთმანეთს, ან თქვენი დათქმული შეხვედრა ძალიან კარგად ჩაივლის, იქნებით ძალიან ბედნიერი, კმაყოფილი და მისგან იგრძნობთ მზრუნველობას, სითბოს, დადებით ენერგიას. თუ ახლა კომუნიკაციაში არ ხართ, ეს ადამიანი გამოჩნდება და იტყვის, რომ ამ პერიოდის მანძილზე ეფიქრებოდა თქვენზე, ენატრებოდით, დალაგება უნდა ამ სიტუაციის ურთიერთობის გაშვება ხელიდან არ უნდა და ასე შემდეგ. ანუ ეს არის პოზიცია, როდესაც თქვენი დღევანდელი მდგომარეობა, რაც არ უნდა ახლა ძალიან კარგი მდგომარეობა იყოს, ან რაც არ უნდა ძალიან ცუდი მდგომარეობა იყოს, ერთი საფეხურით წინ მიიწევს, იცვლება დადებითი ენერგიისკენ. კიდევ ვნახოთ. აქ დაიწყებთ თქვენ, ეს არის თქვენი, ასე ვთქვათ, გონების არკანი, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ თქვენ დაიწყებთ რაღაცნაირად ამ პიროვნებასთან დაკავშირებით ემოციების მოთოკვას. შეიძლება ძალიან დიდი სიყვარული გაქვთ ამ პიროვნების მიმართ, მაგრამ მაინც ეცდებით, რომ ლოგიკა არ დაივიწყოთ, ძალიან მეცხრეცაზე არ ახვიდეთ, უცებ არ ჩაეშვათ რაღაც აღფრთოვანება, ძალიან გაუფრთხილდებით თქვენს ემოციებს. ეს არის თქვენი, ასე ვთქვათ, თავდაცვის მდგომარეობა, როდესაც ვაიმე ყველაფერი კარგად არის, მაგრამ გონება არ უნდა დავკარგო, ან როგორ ველოდებოდი გამოჩნდა, მაგრამ არ უნდა შევიმჩნიო ეს ყველაფერი. რაღაცა ცოტა თავს ძალას დაატანთ, რომ რაღაცა ემოციები შეიძლება გამოავლინოთ, მაგრამ რაღაც აი თქვენი გული დაიცვათ, უფრო ლოგიკური იყოთ, გრძნობებს არ დაემორჩილოთ ბოლომდე, რაღაცაში ძალიან ემოციური არ გახდეთ და რეალობა არ დაკარგოთ, ხო? ეს მომენტებიც იქნება თქვენ თავს. კიდევ ვნახოთ რა მოხდება. აქ ნამდვილად, აი ძალიან ბევრი თქვენთაგანი ვინც ახლა მიყურებთ, პირდაპირ გაგებით არის შეხვედრა. ძალიან ბევრი მიმანიშნებელი ფაქტორები არის, რომ ეს პიროვნება ან თქვენს გამო სხვა ქალაქში ჩამოვა, ან თქვენს გამო სხვა ქვეყანაში ჩამოვა, ან თქვენ წახვალთ, აი რაღაც გეგმებს დააწყობთ, შეხვდებით და შეიძლება ეს იყოს თემები, რომ აი უახლოეს პერიოდში ამ პიროვნებასთან მოუხშიროთ იმ თემებზე საუბარს, როგორ იქნება თქვენი მომავალი ერთად 3 თვის მერე, 9 წლის მერე, სად იცხოვრებთ, შეიძლება რაღაცნაირად აი ისეთი საუბრები წავიდეს, რომ მომავალზე გკითხოთ, აი მაგალითად ისიც კი იკითხოს, რომ შეიცვლიდით თუ არა საცხოვრებელს და მაშინ რომ მიხვდეთ, რომ თავის თავს გულისხმობს და რაღაცას გეგმავს თქვენთან. აი რაღაც ესეთი სასიამოვნო მომენტები იქნება, თუ კომუნიკაციაში არ ხართ, როგორც გითხარით, ამ შემთხვევაში ეს პიროვნება დაიწყებს
თქვენ გახდებით უბრალოდ მისი სამიზნე და დაიწყებს მოქმედებას. ეს მარტო თუ აქამდე მხოლოდ ფოტოებს ნახულობდა, ან სტორებს ნახულობდა, ამ შემთხვევაში უკვე ქმედებაც მოხდება. ეს არის გეგმები, საერთო ინტერესები, შეიძლება დაგეგმოთ ერთად მოგზაურობებისთვისაც ეს აქტუალურია, ხო? ესეც შეიძლება მოვიაზროთ, ანუ უახლოეს პერიოდში სიტუაციის გაუმჯობესება, კარგი, ასე ვთქვათ, დიალოგები, მომავლის დაგეგმა, შეხვედრა, ძალიან კარგი დროის გატარება და შეიძლება ის სიტუაციაც კი ჩავთვალოთ აქ, რომ ქალაქები შეიცვალოთ, ან სამომავლო დამპიროვნებასთან ერთად ქვეყანაც კი შეიცვალოთ. ანუ თუ არის ეს აქ ისეთ სიტუაცია, რომ სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობთ, შეიძლება ამ პიროვნებამ უკვე დაიწყოს თქვენი მომზადება იმისთვის, რომ შეიცვალოთ საცხოვრებელი ადგილი. დაგემშვიდობებით პირველებო. და მოდი ვნახოთ ახლა მეორე პოზიციაზე, რას გვიპასუხებს კარტი. მოგესალმებით მეორეებო და ვნახოთ თქვენ შემთხვევაში რა ხდება, რა გელოდება თუ ახლოეს პერიოდში ჩაფიქრებულ მამაკაცთან. აქ ცოტა დაღლილები მყავხართ მეორეებო, ამ პიროვნების ხელში ცოტა დაიღალეთ. ან მუდმივად რაღაცაზე პასუხებს ელოდებით, ან მუდმივად ამ პიროვნებასთან რაღაც დროს ხარჯავთ ამ ადამიანთან და ცოტა უიმედოდ ხართ, რომ აი რა ვიცი, ახლა კი ვდება ამ რესურსს ამ ურთიერთობაში, მაგრამ იქნება კი რამე, გამოვა კი რამე, ანუ შეიძლება ხართ რაღაც საწყის შეიძლება საწყისი ურთიერთობაც არ იყოს, აი რაღაცა პროცესში ხართ, უფრო სწორედ რომ ვთქვა, ამ ურთიერთობაში და თან აი ესეთ სიტუაციაში ხართ, რომ თან გაინტერესებთ ბოლომდე გაყვეთ ამ სიტუაციას და რას მოგიტანთ შედეგს. თან თითქოს აი უიმედოდაც ხართ, რომ რაღაც აქამდე თუ არ შეიცვალა, ანუ ამის მერეც აღარ შეიცვლება და მოდი ვნახოთ ახლა რა იქნება საერთოდ ამ ურთიერთობაში, ხო? შეიძლება უახლოეს პერიოდში ჩაფიქრებულ პიროვნებასთან ვერ გაუძლოთ რაღაც სტრესს, მოგეწუროთ მოთმინება და შეხვდეთ კონფლიქტში, ყავით ფრთხილად. რადგან შეიძლება ის დაგროვილი ემოციები, რასაც აქამდე ითმენდით ერთიანად ამოუშვათ ამ პიროვნების მიმართ, გახდეთ პრეტენზიული ხასიათები შეგეცვალოთ, რაღაც არ გაკმაყოფილებთ ამ პიროვნებასთან და თქვენი ემოციების გამოთავისუფლების პერიოდი იწყება. იყავით ფრთხილად, რატომ ვთქვი ახლა? რა თქმა უნდა, ყოველთვის ძალიან კარგია ის, როდესაც სათქმელს პიროვნებას ვეუბნებით, მაგრამ შეიძლება აქ ცოტა ეგრეთ წოდებულად გადავამლაშოთ სათქმელი, ანუ ამიტომ იყავით ფრთხილად და მერე ინანოთ. აქედან გამომდინარე, ჯობია ნელ-ნელა თუ რაღაც არ მოგწონთ, ცოტა დოზებით მიაწოდოთ ამ პიროვნებას, არ დაიგროვოთ გულში აი ეს რაღაც ჩაკეტილი ემოცია, უბრალოდ, რა ვიცი, დასვით რაღაც საკითხები, მეტი შეკითხვები მიეცით, შეიძლება ამ პიროვნებას ახასიათებს, რომ გაურბის პასუხისმგებლობას ან შეკითხვებს, მაგრამ ზოგჯერ პასუხის არ გაცემაც პასუხი, ანუ იმის მაგივრად რომ რაღაცაში აი ნერვებმა ბოლომდე ვეღარ გაუძლოს და მე ერთიანი დიდი კონფლიქტი მოხდეს, ჯობია ნელ-ნელა გამოათავისუფლოთ ეს ემოციები, იმიტომ რომ თქვენთან მოდის დაგროვილი დარდი, დაგროვილი ემოცია და უიმედობა რომ ამას რასაც ახლა მისთვის აკეთებთ, ის ანუ არ დაფასდება თქვენი შრომა, ან მოთმინება, ან არ იცით საით მიდიხართ, გაურკვევლობაში ხართ, ხო? აი როგორც გითხარით, ამოდიხართ როგორც ხმლების დედოფალი. ეს არის ადამიანი, რომელიც ხდება ძალიან კატეგორიული, რომელსაც ეწურება მოთმინება, რომელიც შედის კონფლიქტში, რომელიც ამბობს ერთ სიტყვას და იქ მისი სიტყვა კანონია. ანუ გადადიხართ ხის ცივ ენერგიაში. თუ აქამდე იყავით რაღაცა სულ ელოდებოდით, უთმენდით, რაღაცას არ ვიცი, ეჭიდებოდით გრძნობების გამო კონფლიქტში არ შედიოდით, აქ შემოდის უახლოეს პერიოდში თქვენი შეხედულებების და თქვენი ემოციების ცვლილება და თქვენი ინიციატივით ხდება ამ პიროვნებასთან ან საკითხის წამოჭრა, ან მოთმინების დამთავრება, ან დიდი კონფლიქტი. ყოველ შემთხვევაში აი რაღაც სიტუაცია, რასაც ახლა ძალიან უთმენთ, აი ამ სიტუაციას დაუსვავთ წერტილს და შეიძლება აქ ჩავთვალოთ, რომ ზოგიერთ თქვენთაგანის შემთხვევაში გქონდეთ
პირდაპირი დიალოგი და უთხრათ, რომ მე მეტ დროს აღარ დავკარგავ, ან ესე იქნება, ან საერთოდ არ იქნება. აი, რაღაც ეს სიტუაცია მოდის. თუ დიდი ხანია გინდათ ურთიერთობიდან გასვლა, მაგრამ ამის ძალას ვერ პოულობდით, ვისთვისაც ეს აქტუალურია და გინდოდათ და იფიქრობთ რა გააკეთოთ, და ამის ძალას ვერ პოულობდით, რომ თან ამ ურთიერთობაში უკვე მტანჯველი ტოქსიკური სიტუაცია, თან ვერ მიდიხართ ამ ურთიერთობიდან, აქ შემოდის, არ ვიცი, შეიძლება მეგობრის დახმარებით ან რაღაც სიტუაციის გაანალიზების დახმარებით იპოვით იმ ძალას, რომ ის რაც თქვენ გავნებთ, იმას წერტილი დაუსვათ. ვისთვისაც ეს აქტუალურია, რა თქმა უნდა, ეხება ეს ინფორმაცია მათ. მე დაგამშვიდობებით მეორეებო, გისურვებთ მშვიდობიან, ასე ვთქვათ, ფინალს და გადავდივარ ახლა მე მესამე პოზიციის განხილვაზე და ვნახოთ მესამეებო თქვენ შემთხვევაში რას გვეუბნება არკანი. რა გელოდება თუ ახლოეს პერიოდში თქვენ ჩაფიქრებულ მამაკაცთან. ну აქ თუ პიროვნებას თქვენივე ინიციატივით დაშორდით, შეიძლება ცოტა ნოსტალგიები და სინანული შემოგივიდეთ და გულში დარდი გქონდეთ, რომ აი სწორი გადაწყვეტილება მივიღე თუ არა, ხომ არ ვიჩქარე და ასე შემდეგ. შეიძლება ვიღაცის მონატრება ჩაგერთოთ. შეიძლება ახლა სხვა პიროვნებასთან ცდილობთ რაღაც ურთიერთობის დაალაგებას და ეხლა სხვა ვიღაც ჩაიფიქრეთ, მაგრამ წარსულმა სიტუაციამ შეგახსენოთ თავი და უცებ ნოსტალგია შემოგაწვეთ. ყოველ შემთხვევაში რაღაც ნოსტალგიასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს ჩაფიქრებულ მამაკაცთან აგელოდებათ უახლოეს პერიოდში. შეიძლება ამ პიროვნებასაც ეხება ეს თქვენი განცდები, ხო? აი რაღაც მომენტში შეიძლება მიიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, ან უკვე მიიღეთ ის გადაწყვეტილება, რომ რაღაცები შეცვალეთ, ან რაღაცები უკან დახიეთ თქვენივე სურვილით, ან შეიძლება აქ ჩავთვალოთ, რომ მიიღეთ გადაწყვეტილება დაშორდით და უცებ აღმოჩნდა, რომ მაშინ გაბრაზებულიყავით და ახლა ეს ადამიანი გენატრებათ. მაგრამ ზოგიერთ თქვენთაგან შემთხვევაში შეიძლება ეს იყოს უბრალოდ ტრანსფორმაცია, როდესაც ამ პიროვნებასთან რაღაცებს შეცვლით და მოდი ვნახოთ დეტალურად რა იქნება ეს. საინტერესოა ძალიან. იცით რა არის, ბევრი თქვენთაგან შემთხვევაში თავიდან ცოტა სევდიანი იქნებით ამ ადამიანის გამო. მაგრამ თქვენი უკან დახევა, პროტესტი, იგნორი, არ ვიცი რა ხერხსაც მიმართავთ, შედეგს გამოიღებს და ეს ადამიანი თავის რესურსს წამოიღებს თქვენთან. რასაც ითხოვდით ამ პიროვნებისგან, თქვენ სიმართლეს ან დაანახებთ, ან თვითონვე მიხვდება, რომ თქვენს გარეშე ისიც ცუდად არის და უბრალოდ აი რაღაცა კრიზისის გამოვლა გაქვთ და მერე აი ამ შავი დღეების მერე მოდის ამ პიროვნების ინიციატივები, ამ პიროვნების ზარები, შეხვედრის სურვილები, არ ვიცი, რაც გაინტერესებთ და გჭირდებათ ამ ადამიანისგან, მისი რესურსი თქვენსკენ მოდის. ანუ თავიდან იქნებით ძალიან რაღაც სევდაში და უცებ ეს თქვენი პროტესტი და იზოლაცია გამოიღებს შედეგს. მეც არ ველოდი, მაგრამ ეს ტრანსფორმაცია თითქოს საჭირო იყო, რომ ცოტა ხანი ერთმანეთის გარეშე დარჩენილიყავით, ან ცოტა ხანი არა უშავს, ხანდახან კამათიც კარგია, ეს მომენტი შეიძლება იფიქროთ, ხო? რაღაცა რესურსი მოდის ამ პიროვნებისგან თქვენთან. ну შეიძლება ბევრი თქვენთაგანი განიცდიდეთ კიდევ იმ სიტუაციას, რომ რომელიმე ან თქვენ ან თქვენი პარტნიორი სადღაც მიემგზავრებით, ცოტა დისტანციაზე გადადიხართ, რაღაც გზასთან დაკავშირებით შეიძლება იჩხუბოთ, ან იკამათოთ, ან შეიძლება იყოს ეს სიტუაცია ისეთი, რომ თქვენი პარტნიორი წავიდა უთქვენოთ სადღაც და ამაზე მოხდა კამათი და მერე უცებ შერიგდებით, ხო, ანუ გადაივლის ეს თემა. ну ყოველ შემთხვევაში აქ რაღაც კრიზისის შემდგომ ჩანს ამ ადამიანის ინიციატივები. ну კი, აი აქ რაღაც მომენტში იქნება თავიდან უიმედობა, იტყვით რომ მორჩა, ყველაფერი დაიკარგა, ისეთი რაღაცები უთხარი, რომ ჩემთან ურთიერთობა შეიძლება აღარ უნდოდეს, რაღაცებში ძალიან ვიჩხუბე, რაღაცებში ძალიან მომთხოვნი ვარ, რაღაც აი თქვენი ემოციების გამოვლინება არის, შეიძლება უთხარით, რომ აღარ მომწერო, აღარ დამიეკო, მაგრამ ну გადაივლის ეს ჩხუბის მდგომარეობა, გაივლით ტრანსფორმაციას და ეს ადამიანი მაინც ჩადებს რესურსს გამოჩნდება და ჩვეულებრივ კონტაქტში შემოვა, იმიტომ რომ მონეტების მეფედ ამოვიდა
ეს ადამიანი, რაც იმაზე მიგვანიშნავს, რომ იქ რაც დასრულებული გეგონათ, რესურსი ამოწურული არ არის, პირიქით გაგრძელდება იმაზე კარგად, ვიდრე აქამდე სიტუაცია იყო. მე დაგემშვიდობებით გისურვებთ წარმატებებს, ბედნიერებას და რა თქმა უნდა მომავალ შეხვედრამდე.